სალამი მეგობრებო, ეს არის საუბარი მეორე ტანჯვის მიზეზებზე, წარმავლობა, წინაზე ვისაუბრეთ მიჯაჭვულობებზე, დღეს ვისაუბრებ დაბნეულობა გაურკვევლობაზე. და ყველაზე დიდი დაბნეულობა და გაურკვევლობა, რაც შესაბამისად მე იწვევს ტანჯვას, არის ის, რომ ადამიანები ვყოფთ სულიერ და არასულიერ ცხოვრებას. ყველას ქონია გახლეჩილური მდგომარეობა, სადაც ვიძახით, რომ აი ახლა მე აი მატერიალურ ცხოვრებაში ვარ და მინდა რომ სულიერ ცხოვრებით ვიცხოვრო, ან ვიღაცა სულიერ ცხოვრებაშია და ვიღაცას ზემოდან უყურებს, რომ მატერიალურ ცხოვრებაშია. თითქოს შინაგანად ჩდება განცდა, რომ ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის, მატერიალური ცხოვრება და სულიერი ცხოვრება. ასევე არის მოსაზრება, რომ აი ადამიანმა ეს ყველაფერი ბალანსში უნდა მოიყვანოს, ბალანსი იპოვოს აი მატერიალურსა და სულიერ ცხოვრებას შორის, რაც ასევე დამაბნეველია, რაც ასევე გაურკვეველია, ბევრი კითხვის ნიშანი არის. ჩვენი მიზანი არ შეიძლება იყოს კითხვის ნიშნებზე გამუდმებით პასუხების გაცემა. ჩვენი მიზანი არ შეიძლება ის იყოს, რომ რაღაცები გავართულოთ, რაღაცები ბალანსში მოვიყვანოთ, რაღაცები ამოვხსნათ, რაღაც ნიშნები ვეძებოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. ყველაფერი მარტივი, გენიალური რო არის ნათქვამი, გენიალურობაც იმალება იმაში, რომ ადამიანი თავისი ბუნებრივი მდგომარეობით ყველაფერს ართულებს და ყველა სულიერი სწავლება, უმაღლესი სწავლებები აქეთ გვეკაჩება იმისკენ, რომ ყველაფერი გავამარტივოთ. და რეალურად არც არაფერია ბალანსში მოსაყვანი. ერთადერთი დაბნეულობა არის ის, რომ სადღაც ჩვენი წარმოდგენებით და რაღაც მიღებული ინფორმაციით უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ სულიერი ცხოვრება და მატერიალური მიწიერი ცხოვრება ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის. მე მჭირდება დავინახო, რომ ადამიანი რა წამსაც ამ სამყაროში შემოდის, ის უკვე სულიერ ცხოვრებაში არის. და სულიერი ცხოვრება მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც კი ადამიანი გამოცდილებით გადის. და სულიერი ცხოვრება არის ის უნიკალური გამოცდილებები, რასაც ადამიანი გადის, განურჩევლად იმისა, თუ რა სტილის გამოცდილებებს გადის. მე გავდივარ იმ გამოცდილებებს, რაც ჩემი განვითარებისთვისაა საჭირო. რაც ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაში დასაბრუნებლად არის საჭირო. და ვიღაც ადამიანი გადის იმ უნიკალურ გზას, რაც მას სჭირდება, რომ მიიღოს, განვითარდეს და დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას. აი იმ ცნობიერებას, რაც ცნობიერებაც მე ამ სამყაროში შემოვედი, აი ისევ ეს რომ გავიხსენო და ამას დაუბრუნდე, ამისთვის არის აი ეს უნიკალური გამოცდილებები საჭირო. და მე კიდევ ვიძახი, რომ არა, ეს გამოცდილება მიწიერია, ეს გამოცდილება სულიერია, ეს უკეთესია, ეს უარესია. და აი ამ დუალიზმში როგორც კი შევდივარ, მაშინვე იწყება ძალიან დიდი გაურკვევლობა. პირველ რიგში საკუთარ თავთან. გამუდმებით იმაში არ ვართ, განსჯაში და შეფასებაში, რომ აი ეს ქმედება არ გავაკეთო, არ და შინაგანად მინდა რომ ეს ქმედება გავაკეთო. ეს ქმედება არ გავაკეთო, რადგან არ არის ეს სულიერი ქმედება, ან ეს მიწიერი ქმედება არ არის და ძალიან სულიერებაში ხوار გადავედი ახლა და 1000 კითხვები იბადება. ამით ტანჯავთ საკუთარ თავს. არ შეიძლება ადამიანმა მიიღოს ის აზრი და დაიჯეროს ის აზრი, რომ ორი სხვადასხვა რაღაცა არის. ან ამათი ბალანსი უნდა მოხდეს. არა, ბალანსი მაშინაა საჭირო, როცა გაიყოს ოდესღაც სადღაც და ეხა უნდა რაღაცნაირად დაბალანსდეს. და არა, რეალურად ეს ერთია, არც არასდროს ყოფილა განსხვავებული, ეს ერთია. ცნობიერება ერთი შეიძლება არსებობდეს, ბუნებრივი მდგომარეობა ერთი შეიძლება არსებობდეს და ამ ბუნებრივ მდგომარეობაში არის აბსოლუტურად ყველა გამოვლინება ადამიანის ქმედების. და ეს არის ყველა ადამიანის უნიკალური გამოცდილებები, რასაც გავდივართ. და მე მჭირდება რომ უფლება მივცე საკუთარ თავსა სხვა ადამიანებსაც, რომ გაიარონ ეს უნიკალური გამოცდილებები ყოველგვარი შეფასების და ჩარჩოში მოქცევის გარეშე, ეს სულიერია თუ როგორი არის. არც არასდროს ყოფილა რეალურად განცალკევებული ეს ერთმანეთისგან. და მე თუ აი მას დავაკვირდები და დავინახავ, რომ ამაში მე მოსვენება შემიძლია და რა არის, რატო არის მარტივი გენიალური? იმიტომ რომ აი სიმარტივეში მე მოსვენება შემიძლია, დასვენება შემიძლია, გაშლა შემიძლია. როგორც კი დავიწყებ რაღაცების გართულებას, ბალანსში მოყვანას, ამაზე სახელის დარქმევას, აქედან გამოსვლას, იქ შესვლას, ეგ დამღლელია. ტანჯველია, დამაბნეველია. მარტივი არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გაქცევას. რეალურად ადამიანიც მაგიტო გადის მაგ უნიკალურ გამოცდილებებს, რომ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლოს დასვენება. რეალურად ადამიანმა სულ პასუხისმგებლობის გაქცევის მიზნი თქვას, რომ აი ეს მარტივია და მე აქ მოვისვენებ, ცადი აბა ვერ მოისვენებ. იმიტომ რომ შენი შინაგანი ბუნებრივი მდგომარეობა არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ იქ მოისვენო, ვერ მოისვენებ. ადრე თუ გვიან შეგაწუხებს მაინც და ეს ფორიაქი, შფოთი, ტანჯვის გამოხატულებები ისევ წრიალს დაგაწყებიან. მაგრამ ერთადერთი ნამდვილი მოსვენება და გაშლა რასაც თავშესაფარს ეძახიან, შეიძლება იქ, სადაც რეალური სიმარტივე არსებობს. და ეს სიმარტივე არის ის, რომ მე არც არასდროს ყოფილვარ განცალკევებული სულიერი ცხოვრებისგან, მიუხედავად იმისა, თუ რას არ უნდა ვაკეთებდე. ნებისმიერი მოქმედება ჩემი უკვე სულიერი ცხოვრება არის. ცნობიერების მდგომარეობის გამოხატულება არის. ის მეორე საკითხი ხარ, რამდენად ცნობიერად ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ, მაგრამ ესეც სულიერი ცხოვრება არის. და არ შეიძლება ადამიანმა ამების გაყოფა დავიწყოთ. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი არის. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ უბრალოდ
ბიოლოგიური არსებები, რომელიც მთლიანად ინსტინქტებით ვიმართებით, მთლიანად ცხოველურია ჩვენი გამოვლინება, მთლიანად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რას როგორ ვაკეთებთ და ამაზე პრინციპში წინა ვიდეოებში რაც არის მაგალითად სხვა თემა ადამიანად დაბადების მნიშვნელობა, იმაზე ვისაუბრეთ, რომ რას ნიშნავს თავისუფალი ნება საერთოდ და როგორ უნდა გამოვიდეთ აი ამ განპირობებული გონებიდან, როგორ უნდა აღვქვა, რომ თავისუფალი ნება მაქვს. ეხლა ამაზე არ ვისაუბრებ დღეს. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველაზე დიდი ტანჯვის მიზეზი არის თუ ადამიანში არის გახლეჩვა, სულიერი ცხოვრება და მატერიალური ცხოვრება. თქოს, იმდენად დაბნეულობაში და გაურკვევლობაში ვარ, რომ აი ძალიან უმწეო ვარ ჩემი პრობლემების მიმართ, სამყაროს მიმართ, ადამიანების მიმართ, თითქოს დაპატარავებული ვარ, აი სულ წელში მოხრილი დავდივარ, მოკუნტული დავდივარ და თითქოს აი პატარა ვარ, ემოციურად პატარა ვარ. შეიგრძნობა ისე, რომ ეს სამყარო და ჩემი პრობლემები უზარმაზარია, მაგრამ მე ამათ წინაშე ყველაფერთან ძალიან პატარა ვარ. და ეს არის ტანჯვა იდეაში და ტანჯვა შეგვიძლია მეორენაირად დავარქვათ დაბნეულობა, გაურკვევლობა ამ ტანჯვას. იმისათვის რომ ამ დაბნეულობიდან და გაურკვევლობიდან გამოვიდეთ, ჯერ გვჭირდება ძალიან ცხადად დავინახოთ, რამდენად ხელის შემშლელია ჩვენში არსებული სიტყვები. სიტყვები, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. თითქოს ვიცით ამის მნიშვნელობა, თითქოს ვიცით რა კონტექსტში უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ნებისმიერი სიტყვა რეალურად ძალიან დიდ დაბნეულობას ქმნის. აი მაგალითად, ჩვენ ვიძახით, რომ დღეს ისეთი მედიტაცია მქონდა, რომ რაღაც გავაცნობიერე. მედიტაციაში რაღაც გავაცნობიერე, ლოცვაში რაღაც გავაცნობიერე. დღეს იმხელა პრობლემა მქონდა, რომ ამ პრობლემის ბოლოს რაღაცა გამინათდა და გავაცნობიერე. ხშირად გვეშლება გაცნობიერება და გააზრება ერთმანეთისგან. მე როდესაც ჩემში არსებულ რაღაც დაბნეულობაზე ვიძახი, რომ იცი რა, რაღაცას მივხვდი და გავაცნობიერე, თუ ეს მართლა გაცნობიერება არ არის, ჩემში იწვევს უზარმაზარ დაბნეულობას, რადგან მსგავსი შემთხვევა კიდე განმეორდება, მერე კიდე განმეორდება და არა და მე უკვე ნათქვამი მაქვს, რომ გავაცნობიერე. ეს გაცნობიერება იმის მაგივრად რომ განთავისუფლება იყოს, ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი შეზღუდულობა აღმოჩნდება ხოლმე. გავაცნობიერე ნიშნავს, რომ მე მასში ღმერთი დავინახე, მასში არსებული ჩემი დიდი გონი დავინახე და მე ის გავხდი. შესაბამისად, სხვანაირი ქმედება აღარ მივლინდება. მაგრამ როცა ადამიანმა უბრალოდ გაანალიზა ეს ყველაფერი, იდენტობა ნახა და გაიგო, მაგრამ დაარქვა გაცნობიერება. თითქოს 1 დღე, 2 დღე, 1 თვე, 1 წელი, თითქოს კარგად ვარ ამ ყველაფერთან ჰარმონიაში ვარ, მაგრამ როგორც კი მსგავსი ქმედება განმეორდება, მოდის მაშინვე თვითგვემა, საკუთარ თავზე გაბრაზება, გაურკვევლობა, მე ეს რატო დამემართა, ამდენი ხანი ამას ვაპრაქტიკებ, ამდენი ხანი ამ გამოცდილებას გავდივარ და ისევ მემართება. თითქოს სიტყვა გაცნობიერებაც ძალიან დიდი შეზღუდვა ხდება უკვე ჩემი განვითარების გზაზე და თითქოს აღარ ვაძლევ მე ჩემს ადამიანურ ბუნებას იმის უფლებას, რომ დავუშვა შეცდომები. არა და შეცდომები უმაღლესი ღირებულებაა, როგორც გამოცდილებების გამოვლინება. და მე მჭირდება, რომ დავუშვა შეცდომები, რათა ვისწავლო ეს ცხოვრება. მაგრამ რაცამსაც ისეთ რაღაცებზე ვიძახი, გავაცნობიერე, რაც რეალურად უბრალოდ გავიაზრე და უბრალოდ იდენტობა მქონდა, მაშინვე ჩარჩოს უწესებ საკუთარ თავს და მე აღარ ხდება განვითარება. მე მოდის მხოლოდ თვითგვემა, საკუთარი თავის დანაშაულის შეგრძნება და მე ეს რატო დამემართა კითხვები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა სიტყვებს ვიყენებ საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. თითქოს გავიგეც, შეზღუდვა ხდება მე განვითარების გზაზე. თითქოს ჩემ თავს ამ ცოდნაზე მაღლა ვაყენებ და მე ვიძახი, რომ მე ეს ყველაფერი გავიგე და შესაბამისად ამის მიმართულებით მოქმედება აღარ მჭირდება და მე აქ იწყება უმოქმედობა, ერთ ადგილას გაყინვა ამ პარტავნება რაც არის რეალურად. თუ ადამიანმა რეალურად რაღაც გაიგო, იქ სიტყვებიც აღარ არის საჭირო. შეიძლება ქონიათ რაღაცა გამოცდილებაში, რომ რაც მართლა გაიგე და როგორც კი მართლა გაიგე, ის მაშინვე ხდები. იმიტომ რომ მე მასში ვიცანი საკუთარი ნაწილი და მე ის იმდენად გავიგე, რომ მე ის გავხდი. და არც არასდროს ყოფილვარ სხვა რაღაცა იდეაში. გამახსენდა, რომ ეგეც მე ვარ. ეგეც ჩემი სიცოცხლის ნაწილი არის, ამ ცნობიერების ნაწილი არის. ასევე ძალიან დიდი ტანჯვის მიზეზი, ერთ-ერთი დაბნეულობა რაც გვაქვს ამ ცხოვრების გზაზე, არის ის, რომ ჩვენ მეთოდებთან ვაიგივებთ თავს და მეთოდებს ვიღებთ როგორც უმაღლეს გამოვლინებას. თითქოს ცხოვრების წესის, ან ცნობიერების გამოვლინებას და ეს მეთოდები ხდება ჩვენი იდეალი და მე ამ მეთოდებს წლების განმავლობაში ვაპრაქტიკებთ, ვამუშავებთ და მგონია, რომ აი ეს მდგომარეობა, რასაც აი ეს მეთოდი მაძლევს, ეს მდგომარეობა არის ის, რაც უნდა შევინარჩუნო. და თითქოს აი გამოდმევით სულ აი ამ პროცესში ვარ და რას გულისხმობთ, ხა კარგად რო ახსნა. აი მაგალითად 12 ნაბიჯის პროგრამაში ერთი
სულიერი პრინციპი არის. ასეთი დაახლოებით ასე ჟღერს, რომ მეთოდები ისე უბრალოდ კი არ გვჭირდება, მეთოდები გვჭირდება, რადგან ეს შედეგი მივიღოთ. რა არის ახლა მეთოდი და რა არის შედეგი? ადამიანები ვიძახთ, რომ მედიტირებთ. დილით საღამოს, ჭამის წინ, ჭამის მერე მედიტირებთ. და ამ მედიტაციას, რაც რეალურად უკვე შედეგი არის, მედიტაცია ნიშნავს თავისთავადში უკვე ჩემი გონების ბუნებრივი მდგომარეობა არის. ჩემი ბუნებრივი მდგომარეობის გამოხატულება არის მედიტაციური მდგომარეობა. მე კიდე ამ მედიტაციას ვიყენებ როგორც რეალურად პრაქტიკას ვარქმევ ამ მედიტაციას და რეალურად პრაქტიკა არის ის მეთოდი, რაც მე მჭირდება, რომ მივიდე მედიტაციურ მდგომარეობამდე. ყველა ადამიანს ეს მედიტაციური მდგომარეობა უკვე გააჩნია. მაგრამ ჩვენ მასწავლებლებისგან ვიღებთ პრაქტიკას, ანუ მეთოდს, რომ გავიხსენოთ და დავინახოთ და გავჭვრიტოთ ჩვენი ეს ბუნებრივი მდგომარეობა, ანუ მედიტაციური მდგომარეობა. და ადამიანი რას აკეთებს? ადამიანი აკეთებს, რომ იძახის, რომ მედიტირებს, ამ ბუნებრივ მდგომარეობას აქცევს მეთოდად და გამუდმებით აი ამ წრეზე ტრიალით, რომ წლების განმავლობაში ადამიანი აპრაქტიკებს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, აღარ ეძლევა საშუალება, რომ გაიშალოს იმ ბუნებრივ მდგომარეობაში, იმიტომ რომ უკვე არასწორად არის სახელი დარქმეული. მე ის რაც უკვე გამაჩნია, რითაც ამ სამყაროში შემოვედი და რაშიც უნდა გავიშალო და დავისვენო, მე ის ავდექი და დავაპატარავე ამ პრაქტიკის დონეზე. და ეს პრაქტიკა უბრალოდ არის მეთოდი რეალურად, რასაც ჩვენ მედიტაციას ვეძახით. დავარქვათ რეალურად თავის სახელი არის ის, რომ პრაქტიკაა და მეთოდია. და ეს პრაქტიკა და მეთოდი მე მჭირდება, რომ დავინახოთ ჩემი გონების ბუნებრივი მდგომარეობა, ანუ მედიტაციური მდგომარეობა. აი ხო ქონია ეგეთი შეგრძნება, რომ წლების განმავლობაში ვიძახით მედიტირებ და ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ როდესღაც დადგება იმის ესეთი პერიოდი, სადაც შეძლებს რომ აღარ იმედიტიროს. მისი ცნობიერება გაფართოვდება იქამდე, რომ მედიტაცია აღარ დაჭირდეს. ან ასევე არის კიდევ ესეთი აზრები და ეს ჩემ თავშიც ყოფილა და მაგიტო ვიძახი და არა მხოლოდ გაგონილს, რომ თითქოს მე ეს მჭირდება მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო, რომ გამუდმებით დავრჩი აი ამ ცნობიერებაში. თითქოს აი ეს პრაქტიკა მე გამუდმებით მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო, რომ ყოველთვის მქონდეს რაღაცნაირი ლინკი ჯაჭვი აი ამ ჩემს ცნობიერებასთან. ხო და რეალურად არც ერთია მარტივი და არც მეორე რა. რადგან მე აი ეს ცნობიერება, რაც ცნობიერებაც ამ სამყაროში შემოვედი, ეს პრაქტიკა არის მხოლოდ საშუალება, რომ გამახსენოს და დამაბრუნოს აი ამ ცნობიერებასთან, ანუ აი ამ მედიტაციურ მდგომარეობასთან. და მე ვერ დამაბრუნებს ეს პრაქტიკა ამ ჩემს მედიტაციურ მდგომარეობასთან, თუ მე პრაქტიკულ გამოვლენებებს და იმ ნაყოფებს, იმ გემოებს, რასაც მე პრაქტიკა მაძლევს, ამას ვეჯაჭვებ, რაც ალბათ ყველას მოგვსვლია. რაც ნიშნავს იმას, რომ აი მე პრაქტიკას ვაკეთებ, რაღაც მედიტაციურ პრაქტიკას ვაკეთებ, მასწავლებისგან მოცემულ პრაქტიკას ვაკეთებ. და აი ამ პრაქტიკის დროს შეიძლება ძალიან დიდი სიმსუბუქე ვიგრძენი, შეიძლება რაღაც ვიზუალიზაცია მქონდა, შეიძლება რაღაც შეგრძნებები მქონდა, განთავისუფლების აღქმა მქონდა, პირიქით შეფუჭილობის აღქმა მქონდა. და მე რას ვაკეთებ? დავდივარ და მეგობრებთან ვყვები, რომ აი მე აი ამ ხელა ესეთი სულიერი გამოცდილება მქონდა, მასწავლებლად მივდივარ და ვუყვები. არა და რეალურად რა ხდება რეალურად, რომ არც ერთი მაღალი ცნობიერების მასწავლებელი არც კი დაგაცდის იმის მოყოლის საშუალებას არც კი მოგცემს, რომ შენი მედიტაციური და პრაქტიკული გამოცდილებები მოუყვე. რადგან ეს არის მხოლოდ მიჯაჭვულობის გზა, მხოლოდ შენი მიჯაჭვულობის გამოვლინება და იმ პატერნის გაღრმავება, რა პატერნიდანაც რეალურად ამ პრაქტიკამ უნდა გამოგიყვანოს. და მთავარი ამის ჭეშმარიტება არის ის, რომ რაზეც დღეს არის საუბარი, ტანჯვის მიზეზი, როგორც წარმავლობა არის ის, რომ არაფერია მუდმივი. რაც დაიწყო, ის აუცილებლად დასრულდება. და ჩვენ არ გვჭირდება პრაქტიკულ გამოცდილებას მივეჯაჭოთ, რომელიც დაიწყო. მე ვიძახი, რომ აი, იცი რა, 3 წელი ავაპრაქტიკებ ამ მედიტაციას და დღეს უცებ რაღაცა ჩემში აფეთქდა და გავიშალე და ღმერთს შეუერთდი და ეს გაცნობიერებულობა მქონდა. და ამას დავდივარ და მე ვყვები. და რეალურად რატო ვყვები? აბა კითხვა რო დავსვა, რატო მიჩნდება სურვილი? რა ხდება ჩემში ისეთი, რომ მივიღე ისეთი ემოციური გამოცდილება აი ამ პრაქტიკის დონეზე, რომ მე ჩემში ვერ ვიტევ და მივდივარ და ვაზიარებ. და ზუსტად მაგიტომ, რომ ჩემში რასაც ვერ ვიტევ, ის ჩემი გონების ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. ის რაღაც გარედან შემოსული არის. რაც ხდება მე მიჯაჭვულობის საგანი და ამ რეალურად მე მივდივარ და ადამიანებთან ყვები ამ ყველაფერს, რომ დავიმახსოვრო, შევინარჩუნო, რომ კარგად გაჯდეს ჩემში, რომ ეს კონტაქტი არ დავკარგო. და მე რა ხდება? ყველას მოგვსული ალბათ ის, რომ ერთ დღესაც მედიტაციური პრაქტიკა აღარ გაძლევს მსგავს გამოცდილებას. და
და მე მიდის თვითგვემა, რომ ეს რატო დამემართა, რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მე მივდივარ მასწავლებლთან წუწუნებ, რომ ეს აღარ მემართება, რა გავაკეთო და აქაც მაღალი ცნობიერების მასწავლებელი გეუბნება, რომ ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას. იმიტომ რომ ეგ არც არასდროს ყოფილა. რაც დაიწყო, ის აუცილებლად წავა. რაც რეალურად ფიქრის ნაყოფი არის. აზრიც რომ შემოდის და ფიქრი რომ შემოდის, თითქოს რაღაცა შემოდის და გაივლის, ხო? აზრი შემოვიდა და თუ არ ჩავებღაუჭები ამ აზრს გავა. მაგრამ მე რას ვაკეთებ? ეს აზრი რომ შემოვა, იმდენად მძაფრი არის, დადებითად თუ არ ყოფითად, მოსაწონად თუ არ მოსაწონად, ეს აზრი იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მოქმედებას უხდენ. და მოქმედების მოხდენა არის ის, რომ მნიშვნელობა მივანიჭე. შევედი ამ აზრთან საუბარში, მნიშვნელობა მივანიჭე, გავამძაფრე, ყვებე და დარჩა ჩემთან. იმიტომ რომ მე აღარ უშვებ ამ აზრს. ეს აზრი იმდენად უკვე თავი მაქვს გაიგივებული ამ აზრთან, რომ ჩემი ყოფის ნაწილი გახდა. და აღარ უშვებ ამ აზრს. არა და მე მხოლოდ მჭირდება რომ ეს აზრი რო ჩაივლის, არც კი გავეკარო საერთოდ. იმდენად რამდენადაც შემიძლია. ან რო ჩავებღაუჭები, მე გამახსენდეს რომ ეს აზრი არა ვარ. მე არ ვარ ჩემი აზრები. ეს აზრი შემოვიდა და წავა. იგივე ხდება მეტაციური პრაქტიკის გამოცდილების დროსაც. პრაქტიკის დროს რაც დაიწყო, რაც არ უნდა გასხივოსნების შეგრძნება იყოს, ხო? მეტაციური პრაქტიკის მდგომარეობის დროს რაც კი დაიწყო, მე მჭირდება შევახსენო საკუთარ თავს, რომ ეს თუ ოდესმე დაიწყო, ესე იგი დასრულდება. და ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის სასრული. ერთადერთი მე რაც გამაჩნია არის ჩემი ცნობიერება, რომელიც არც არასდროს დაწყებულა და არც არასდროს დასრულდება შესაბამისად. და პრაქტიკა მჭირდება მე მეტაციური გამოცდილებისთვის, თუმცა ეს გამოცდილება არ არის რაიმე გემოსი, არ არის რაიმე ფორმის. ეს არის საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობასთან დაბრუნება, რის საშუალებასაც მაძლევს პრაქტიკა რომ გამახსენდეს. მაგრამ აი ამ გახსენების დროს მე მჭირდება დავინახო, რომ რაღაცა ისეთი გამახსენდა, რაც ყოველთვის ვიყავი. არც არასდროს დაწყებულა და არც არასდროს დასრულდება. ეს არის ჩემი მეტაციური მდგომარეობა. და როდესაც მე ეს მახსენდება, აი მანდ შემიძლია მოვისვენო და გავიშალო. და ვხვდები რომ ეს პრაქტიკა იყო მხოლოდ მეთოდი, რომელიც მომეცა როგორც გზა მეტაციურ მდგომარეობამდე და ამ მეთოდმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა. არაფრის შენარჩუნება საჭირო არ არის, არაფერზე გამოკიდება საჭირო არ არის. მე როგორც კი მახსენდება რომ რაღაცა ისეთი გამახსენდა საკუთარ თავში, რაღაც ისეთ შევეხე, რომელიც არც არასდროს დაწყებულა და არც არასდროს დასრულდება, ხვდები რომ მაგ ცნობიერების ნაყოფი ვარ მეც. და ყველა ის მეტაციური გამოცდილება, აღფრთოვანებები, მეგობრებთან ლაპარაკი, ამ ყველაფერზე ფიქრი, ამითი ბედნიერების მიღება, ეს ყველაფერი წარმავალია. მოვიდა და წავა. შეიძლება ერთ დღეში, შეიძლება ერთ თვეში, შეიძლება ერთ წელს, შეიძლება 5 წელს, მაგრამ წავა, იმიტომ რომ დაიწყო. ისევე როგორც მე განსხევლებაში მოვედი და აუცილებლად წავა. რაც არ უნდა გავაკეთო, რაც არ უნდა გასხივოსნების პრაქტიკები ვაკეთო, ფიზიკურად მაინც წავალ, იმიტომ რომ დავიწყე, სადღაც დაიწყო ჩემი ფიზიკური გამოვლინება. ძალიან მნიშვნელოვანია დავსვე ეს კითხვები, რომ რა ხდება ჩემში ისეთი, რომ სურვილი მიჩნდება, რომ ღმერთთან გამოცდილების, ღმერთთან საუბრის, პრაქტიკების, განთავისუფლების, ვიზუალიზაციის მოყოლებს ვიწყებ. ესე იგი, ეს თავში უკვე მეტყველებს, რომ ხელოვნური არის რა. რადგან მე ამაზე საუბარი მინდება, ამაზე გაზიარებები მინდება, ამას იმხელა მნიშვნელობას ვანიჭებ, თითქოს აი ჩემი თავი ვიპოვეს სურვილი მაქვს რა. რაც ასევე დაბნეულობას ქმნის. არა და სიმარტივე მაგაში არის, რომ აი გულში რაღაცა რო გათბება და გამახსენდება, რომ ეს არც არასდროს დაწყებულა და ყოველთვის ვიყავი, იმის გაზიარება არც არის საჭირო. იმას ეგრევე აფუჭებს, ხო ეს სიტყვები ამახინჯებს. თან რაღაცნაირი ბუქსაობის მდგომარეობაა რა, გინდა რომ გადაცე შენს მეგობარს, მასწავლებლს მოუყვე, ბოლომდე ვერც უყვები, რაღაცას წარმოსახვებში გადადიხარ, რაღაცებს ამატებ, რაღაცებს აკლებ და უკვე აფუჭებ იმ მდგომარეობას რა. ამიტომ აი ტიბეტურ ბუდიზმში ძალიან კარგად არის ეგ გადმოცემული და მასწავლებელიც ამას აკეთებს, რომ როგორც კი დამიწყია მასწავლებელთან იმის თქმა, რომ აი ცირა დღეს ეს გამოცდილება მქონდა, აი სიტყვა არ მაქვს დაწყებული, უკვე მაწყვეტინებს რა. ნუ დაარქმევ სახელს მეუბნება. ნუ დაიწყებ ამის აღწერას და შეფასებას. იმიტომ რომ ეგ დაიწყო და თუ დაიწყო, ესე იგი წავა. ესე იგი არ გვაინტერესებს ჩვენი. ის რაც დაიწყო და რაც ის წავა, ის საინტერესო არ არის. იმიტომ რომ ფიქრის ნაყოფია. ჩემი ადამიანური გამოცდილებების ნაყოფი არის და არ არის საინტერესო. იმიტომ ეგ არ არის ის, რასაც ბუნებრივი მდგომარეობა ქვია. ეს უბრალოდ პრაქტიკის ნაყოფი არის. ხო, აი პრაქტიკამ დამანახა, რომ ხო, აი სწორ გზაზე ვარ, შეიძლება. პრაქტიკამ დამანახა, რომ ხო რაღაცას ისე ვაკეთებ, რომ ეს ჩემთან რეზონანსში მოდის.
და კი მადლიერებას გამოვხავთ ამის მიმართ. მადლიერი ვარ, რომ ამ პრაქტიკამ ეს დამანახა. მაგრამ ეს არ არის ის, რითაც მე კმაყოფილება უნდა მივიღო. ეს არ არის ის, რაც ჩემი ბუნების მდგომარეობა არის. ეს მხოლოდ პრაქტიკის რაღაცნაირი side effect-ია. რომელსაც არ შეიძლება რომ ჩავებღაუჯო. ეს ძალიან დიდ დაბრკოლებას, დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს. ასევე ძალიან დიდ დაბნეულობას და გაურკვევლობას აი ამ ტანჯვის გზაზე იწვევს ჩვენი პრაქტიკებისადმი ერთფეროვნული დამოკიდებულება. რაც ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად ლოცვის დროს მე თუ ლოცულობ თვალდახუჭული, მაქვს მაღალძალასთან საუბარი ისე როგორც მე მესმის და აი ამ თვალდახუჭულ პოზიციაში ვარ გამუდმებით, ხო? ან იგივე მედიტაციური პრაქტიკა რო ავიღოთ, აი ამ პრაქტიკის დროს მე თუ სულ თვალდახუჭული ვაკეთებ ამ პრაქტიკას, კი მეხმარება რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდე, დაუკავშირდე ჩემს ცნობიერებას, რაღაცები გამახსენდეს. მაგრამ რეალურად რას ვაკეთებ ამით, ხო? პრაქტიკად რჩება, მაგრამ როგორც კი ბალიშიდან ვდგები, ან ლოცვის მდგომარეობიდან გამოვდივარ, ყოველდღიურ მდგომარეობაში ვხედოთ რა. მაინც აგრესიული ვარ, მაინც შიშები მაქვს, მაინც აკვიატებული აზრები მაქვს, მაინც ობსესია მაქვს, მაინც რაღაცებს ვებღაუჭები, მაინც კონფლიქტური ვარ ადამიანებთან თუ საკუთარ თავთან. მაინც ვერ ვარ მაღალძალასთან, ცნობიერებასთან, სამყაროსთან მინდობი, მაინც უეჭვები მაქვს, მაინც უკითხვები მაქვს. ეს რატო ხდება, ხო? იმიტომ რომ ადამიანს აქვს 5 აღქმის ორგანო. რაც არის ხედველობა, ყნოსვა, გემო, ხმა და შემხებლობა. და მე ლოცვის დროს და იდეაში პრაქტიკის დროს, მედიტაციური პრაქტიკის დროს რას ვაკეთებ? ხუჭავ თვალებს, სადაც უქმდება ერთი აღქმის ორგანო და დანარჩენი 4 აღქმის ორგანოთი მთლიანად ჩაძირული ვარ აი ამ პრაქტიკაში და ვაკეთებ. რაც ერთი შეხედვით ძალიან სასარგებლო არის. მაგრამ რაღაც ეტაპზე მე მჭირდება თქვა ესეთი რაღაც, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ამ 5 აღქმის ორგანოდან ყველაზე დიდი წილი პასუხისმგებლობა მიდის თვალზე. ლამალენა სუიძახის ხოლმე თავის სწავლებების დროს, რომ ჩემი ყურადღება დაყვება ჩემს ხედველობას. და აბა ცადეთო რა, გაიხედეო, სადმე ისე შეგიძლია გაიხედო ისე, რომ ყურადღება არ გააყოლო? მთელი ჩემი 80% აღქმის ორგანოების მიაქვს თვალს. ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, თუ ნებისმიერ საგანთან, თუ გარემოსთან, თუ მოსმენის დროს ყოველთვის ჩართულია ჩემი თვალები. და რეალურად მთელი აღქმის ორგანოს დატვირთვა მოდის თვალებზე და მე არ ვიცი რეალურად პრაქტიკის მიღმა ამ თვალებით როგორ ვიცხოვრო. კი, სახში ვზივარ, ლოცულობ, მაღალძალასთან მაქვს ურთიერთობა, ჩემს ბუნებრივ მდგომარეობასთან ამ პრაქტიკით ვკავშირდები. მაგრამ ეს ყველაფერი თვალებდახუჭულ მდგომარეობაშია, ხო? აი მაგალითად ტიბეტურ ბუდიზმში რაც არის უმაღლესი სწავლებები. აი ძოგჩენი იქნება თუ მაჰამუდრა იქნება, იქ თავარი მოთხოვნა არის ის, რომ ისწავლო პრაქტიკა თვალგახელილმა. ოღონდ თვალგახელილმა ისე არა, რომ მთელი კონცენტრაცია ამ თვალებზე ქონდეს. რადგან ლამალინა სუიძახის ხოლმე, რომ ისწავლე პრაქტიკა ღია თვალებით, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგეს. მე თუ დავხუჭე თვალები და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აღქმის ორგანო იმ მომენტში ჩავხურე და მის გარეშე ვაკეთებ პრაქტიკას, კი ესე ყველაფერი გასაგები არის. მაგრამ აბა რომ ვდგები ბალიშიდან და გამოვდივარ მშობლებთან, მეგობრებთან, მეუღლესთან, სამსახურში და ასე შემდეგ გამოვდივარ და ეს თვალებია ესე მეძებარი ძაღლივი დარბის, სულ დაძაბულია, გაფართოებულია, სულ ვიღაცას თვალებით ვაფასებ, ვიღაცას ვაშტერდები, სულ სადღაც გარბის ჩემი თვალები. იმიტომ რომ მე ვერ ვცნობ ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას ღია თვალით. რაც ასევე ძალიან დიდ დაბნეულობას და გაურკვევლობას იწყებს იმ პრაქტიკოსებისთვის, ვინც იძახის, რომ წლებია ვმედიტირებ, მაგრამ ცხოვრებაში არ არის ცვლილება. იმიტომ რომ ეს პრაქტიკად რჩება ყოველთვის. და რეალურად ნებისმიერი პრაქტიკის უმაღლესი გამოვლინება არის ის, რომ ეს პრაქტიკად კი არ დარჩეს, არამედ ეს პრაქტიკა ყოველდღიურ მოქმედებებში გადავიდეს. და პრაქტიკა ბალიშიდან ადგეს საბოლოო ჯამში პრაქტიკის განვითარება ეგ არის, რომ პრაქტიკა ბალიშზე კი არ დარჩეს, არამედ ავდგე და ჩემს ქმედებებთან ეს პრაქტიკა გამუდმებით თან დამყვებოდეს. ამ ვიდეოს წერისასაც ეხა თვალები იმის მაგალითად დაძაბული იყოს და გაფაციცებით ვიღაცებს აკვირდებოდეს. მე მჭირდება ვისწავლო, რომ თვალები გამუდმებით უნდა იყოს მოდუნებული. და არა მეძებარი ძაღლივით, როგორც ამას ლამალინა ეძახის ხოლმე. მოდუნებული, არაფოკუსირებული. პერიფერიული მხედველობით, ისე რომ პერიფერიული მხედველობა და ცენტრი ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდეს.
და ამ მდგომარეობაში დავიწყო პრაქტიკა. რადგან პრაქტიკა არის მხოლოდ და მხოლოდ მეთოდი, რაც მე ყოველდღიურ ცხოვრებაში მჭირდება გამომადგეს. პრაქტიკა არის მეთოდი, რომელიც მე მანახებს ჩემს ბუნებრივ მდგომარეობას, რაც ასევე ყოველდღიურ მოქმედებებში, ყველა აქტივობის დროს მჭირდება იყოს ასევე ნაცნობი ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. და ეს არის ის მეთოდები, რომელიც ესე უბრალოდ კი არ მჭირდება, რომ მეთოდებად და ბალიში დარჩეს. ეს მეთოდები მჭირდება, რადგან შედეგი მივიღო და ეს შედეგი არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობის ცნობა 24/7-ზე. ნუ იმდენად რამდენადაც შემიძლია. მაგრამ საიდანღაც რო დავიწყო, ამისთვის მჭირდება, რომ მე დავიწყო ჩემი ბუნებრივი მდგომარეობის შემჩნევა ყოველდღიურ აქტივობებში. და არ ვიძახო ის, რომ დილით მედიტირებ, საღამოს მედიტირებ, ჭამის წინ მედიტირებ, საღამოს ჭამის მერე მედიტირებ. ან ლოცვა. ლოცვაც ასევე არის მედიტაციის უმაღლესი გამოვლინება. ერთხელ მამა თევდორემ მახსოვს თქვა ეგეთი რაღაცა, რომ ლოცველი ადამიანის თვალი მოდუნებულია, გაშლილია და გამჭოლია. რაც ზუსტად ერთ-ერთში აღწერს მაჰამუდრას და ზოგჩენის სწავლების პროცესს. პრაქტიკოსის თვალები გაშლილია, არაფოკუსირებულია, გამჭოლია. არ არის არაფერზე კონცენტრირებული. და ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი თვალები აღარ გახდეს ფიქრების მკვლევავი, დამაბნეველი, ამ გაურკვევლობის შემომტანი. არამედ მოვეშვა, მოვადუნო ეს თვალები და აი მოდუნებულ მდგომარეობაში ვაკეთო პრაქტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრაქტიკა რასაც მომცემს, ლოცვა რასაც მომცემს, პრაქტიკული მედიტაცია რასაც მომცემს, ხედვას ჩემი გონების ბუნებრივი მდგომარეობის, აი ეგ დავინახო ყოველდღიურ აქტივობაში. და რამდენადაც შევძლებ, იმდენად აი 1 წუთებით, 5 წუთებით, 1 წამითაც იმ მომენტში შევამჩნიო და მად მოვეშვა მოდუნდა. როგორც კი ვსწავლობ, რომ მე ვისწავლა მოდუნება 5-ვე აღქმის ორგანოთი და არა მხოლოდ 4-ით და თვალები დახუჭული მაქვს და აი აქ კარგად ვარ, არა. ამ 5 აღქმის ორგანოთი შევიცნობ მე სამყაროს, მათ შორის საკუთარ თავს და შესაბამისად სამყაროს. მე მჭირდება მაშინ, რომ ეს პრაქტიკები გადმოვიტანო და ეს 5-ვე აღქმის ორგანოთი ჩართულობით გავაკეთო. არ მივეჯაჭვა არაფერს, თუნდაც არც პრაქტიკას მივეჯაჭვა, არც ლოცვას მივეჯაჭვა, არც თვალების დახუჭულ მდგომარეობას მივეჯაჭვა. ადამიანი რო ანერვულდება და რო ცდილობს დამშვიდეს და თვალებს დახუჭავს და მშვიდდება. ესეც ხო რაღაცნაირი განპირობებული მდგომარეობა არის, რომ აი თვალი ავარიდო იმას, რაც ჩემს ყოველდღიურობაში ხდება. დაბნეულობა და გარუკველობა არის ის, რომ ვირთულებ ცხოვრებას და დავსვა კითხვა. რას ვაკეთებ ისეც და რა ხდება ჩემში, რა ემოციებთან მაქვს საქმე, რა ემოციებს ვერ განვიცდი, რა ემოციებს არ ვიცნობ ჩემში, რომ რაღაცებს მართულებინებს. გავამარტივო, მაქსიმალურად გავამარტივო. და პრაქტიკა დარჩეს პრაქტიკად და პრაქტიკა არის მეთოდი, რომ დამანახო შედეგი, ანუ ჩემი გონების ბუნებრივი მდგომარეობა. სადაც არ არსებობს ტანჯვა. რადგან არაფერია ისეთი, რასაც ჩავებღაუჭები. არაფერია ისეთი, რისი მოლოდინიც მაქვს, რომ დაიწყება. ან არაფერი მაქვს მოლოდინი ისეთი, რაც დასრულდება. რადგან ნებისმიერი რამე, რაც იწყება და სრულდება, ის წარმავალია. და მე მჭირდება, რომ ჩემი გონების ბუნებრივი მდგომარეობა აი ამ წარმავლობის მიღმა ვიცნო. რაც არც არასდროს დაწყებულა და არც არასდროს დამთავრდება. და ბოლოს კიდევ ერთხელ ვიტყვი. გამარტივება არ ნიშნავს პასუხისგებლობის თავის არიდებას. ეს რომ ძალიანაც მინდოდეს, რომ გავამარტივო, იმიტომ რომ პასუხისგებლობას თავი ავარიდო და ვთქვა, რომ აი აქ დავისვენებ, აქ მოვისვენებ. ეს თუ არ არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა და რეალურად იქ არ ვისვენებ, სადაც ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა და გაურბივარ ამ პასუხისგებლობას, შინაგანად არ მომეცემა იმის საშუალება, რომ მართლა მოვისვენო და მართლა დავისვენო. დაიწყება ეიფორია, შფოთი, გაურკვევლობები და დაბნეულობები. რაც აუცილებლად მე ისევ მოქმედებაში მომიყვანს. ეს მოქმედებები, გამუდმებით მოქმედებები მჭირდება იმისთვის, რომ რეალურად ვიცნო ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. და აი აქ გავმარტივდე, აი აქ მოვეშვა, აქ გავიშალო, აქ დავისვენო. და კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი შეუძლებელია თავით, ეს ყველაფერი მჭირდება, რომ გულში ჩამოვიტანო. და გულიდან გავშალო. არც გულია ის ადგილი, სადაც უნდა მივეჯაჭო ამ მდგომარეობას და გულში ყოფნის მდგომარეობას. არც გულია ის ადგილი, სადაც უნდა გავჩერდე. იქაც ვერ მოვისვენებ. უბრალოდ გული არის ის კარიბჭე, საიდანაც გაშლა შეიძლება. სივრცეში გაშლა შეიძლება. მადლობა.